საგამომშვიდობისა, ეს არის საზოგადოების ხმა სოციუმის YouTube არხზე, სადაც თითოეული ამბავი მოქალაქის თვალით, ჟურნალისტის პასუხისმგებლობით და ქვეყნის ინტერესით მოგვაქვს. თუ გსურთ მონახოთ სანდო ინფორმაცია, ძლიერი სტუმრები და კუთხელი საუბრები, მაშინ გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სოციუმი, დააჭერეთ ზარის ღილაკს, რომ არაფერი გამოგჩეთ და დარჩეთ ჩვენთან იქ, სადაც საზოგადოებას საკუთარ ნამდვილ ხმას აჟღერებს. ზოგჯერ ქვეყანაში ისეთი თვემოდის, რომელსაც ვერ ეძახი უბრალოდ თვეს, იმიტომ რომ ის ადამიანების მეხსიერებაში შედის არა კალენდრით, არამედ ემოციებით, ტკივილით, დაძაბულობით და ფუნდამენტური კითხვებით, საით მივდივართ. 28 ნოემბერი იყო ის წერტილი, რომელმაც რაღაც გააგვიცა და დეკემბერი უკვე აღარ იყო უბრალოდ დროის გაგრძელება. ის გახდა დღეების ჯაჭვი, სადაც მოქალაქეები, მედია, სტუდენტები, ექიმები, ჟურნალისტები ყველანი აღმოჩნდით ერთ დიდ ცვლაში. ზოგი პროტესტის წინახაზე, ზოგი კამერის ობიექტივის მიღმა, ზოგი კულუარებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ზოგი სახლში, სიჩუმეში, მაგრამ მაინც მთელი გული ჩართული. ეს იყო თვე, რომელსაც ბევრმა ადამიანმა დეკემბრის ჯოჯოხეთი უწოდა. ერთი წელი გავიდა, მაგრამ ის დღეების კადრები და ის სიჩუმე, რომელიც ხმაურს შორის ჩანდებოდა, დღესაც ჰაერშია და ჩვენ ამ გადაცემაში შევეცდებით გავარჩიოთ რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ დარჩა დეკემბერი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ თვალის მახველი თვე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. პირველ ბლოკში გავიხსენებ 28 ნოემბერს, იმ განცხადებას, რომელმაც უთარება შეცვალა საზოგადოებაში ის პირველი ტალღა წარმოიშვა, რომელმაც დეკემბრამდე მივიყვანა. ნახოთ ყობახიძის განცხადებას, სწორედ ის განცხადება, რომელიც უკვე გამოიწვია ქუჩაში გასვლა. Ოლივეზე მოახერხებულის კათოლიკოსნები დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მეორე ბლოკში მოგვიყვებით იმ დღეებზე, როდესაც ქუჩაში პირველად გამოჩნდა მასა არა ორგანიზებული ძალა, არამედ მოქალაქეები, რომლებმაც იქნეს რომ რაღაც უნდა ეთქვათ. ნახოთ პირველი შეკრების კადრები. შემუშაობას მოქალაქეები იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, ძალიან ბევრი ადამიანი დგას ახლა ქვეყნის მთავარ გამზირზე და აპროტესტებს იმ განაცხადს, რომელიც გუშინ გააკეთა ქართულმა ოცნებამ და საქართველოს მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც იბრძვიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, გაუბედეს და უთხრეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული და ამას აჩერებს ქართული ოცნება და სწორედ ამიტომ ახლა 2 დღეა უკვე ქუჩაში დგანან მოქალაქეები და საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებენ თბილისის ღამის კლუბები. მე გეტყვით მათ განცხადებას, მათ გაუქმეს 29 ნოემბერს საკლუბო წვეულებები მიმდინარე ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა გადამწყვეტია, სწორედ ამიტომ თბილისის საკლუბო სცენა ერთსულოვნად შეთანხმდა გაუქმდეს დღეს დაგეგმილი საკლუბო ღამეები. საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ კი ქუჩებში გადაინაცვლოს. სოლიდარობას უცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე
დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. ერთობლივ განცხადებას თბილისის შემდეგი ღამის კლუბები ავრცელებენ. ეს არის კლუბი ბასიანი, ხიდი, ლევთ ბენკი, მტკვარზე, თბილი ორგია და ტესი. აუშვებს იმას, რომ საქართველოს როგორც ქვეყანა გაქრეს ამ რუქიდან, რასაც აპირებს ქართული ოცნება. მადლობა დიდი ნანა ჯანელიძე და ნანა ჯორჯაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ისინიც დგანან დღეს რუსთაველის გამზირზე. ამ პროტესტში არიან ჩართული და როგორც ამბობენ, არაპირებენ დაღლას. გამარჯობა, რა არის თქვენი სათქმელი აქ რატომ ხართ რომ გითხრათ? რატომ ვართ? აი თქვენი სათქმელი რა არის? ჩემი სათქმელი არის რომ ევროპა მინდა. ესე მარტივად რომ ვთქვათ. კი ბატონო, რაც ვნახეთ გუშინ მოქალაქეებზე ძალადობა ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, აი ამაზე რა სიტყვოდით? გაზაფხულს ეგრე აიკეთებდნენ, აღარ მიყვეს არაფერი, ამარ გასამართლე რო გითხრათ რა. რა უნდა გააკეთონ ისეთი რაც გაგვაკვირვებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდები ამ პროტესტების უცვლელი მონაწილეები და მთავარი მამოძრავებელი ძალა. აქაც ახალგაზრდები დგანან, ლუკას ვთხოვ რომ მოვიდეს, სავარაუდოდ სტუდენტები, მოგესალმებით. თქვენი სათქმელი რა არის აქ რატომ ხართ და რა სიტყვით იმ კადრებზე რა და ფაქტზე რაც გუშინ ნახეთ? არ მოგწონს და მაგიტომ აქ ვაპროტესტებთ, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. თქვენ ხართ სტუდენტები? დიახ, თავისუფალი უნივერსიტეტიდან. და თქვენს მონაწილეობთ გაფიცვაში, რამდენადაც ვიცი, ხომ? და თქვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, თქვენი სათქმელი რა არის? იგივე არ ვემხრობით არანაირ ძალადობას არავის მიმართ და გუშინდელი კადრებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არასწორად იქცევიან რასაც ეკეთებენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ზომებამდე მივედით და არ არის სამშვიდობო აქცია, ისეთი სამშვიდობო, როგორც მაინც. ზალო დუმაშუნთან და ეკო მაღრაძესთან ერთად. ქუჩაში პროტესტია, ქვეყანაში ახალი ტალღა აგორდა. პრო-რუს ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეები ოცნების ოფისთან იმყოფებიან. შენობაში არიან რეჟიმის მსახურებიც. ისინი ხალხს, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპული მომავალი ოფიციალურად წართვეს ფანჯრებიდან და ვერანდებიდან უყურებენ. რეჟიმს ხალხისგან პოლიციის კორდონი იცავს. ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერება ადამიანებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეც ევროპა უნდა, მაგრამ ოლიგარქი ჯიუტად მაინც რუსეთისკენ მიგვაქვანებს. ვისაც ჯეროდა ახლა სავარაუდოდ ისიც დარწმუნდა, რომ ივანიშვილს მეოთხევადი ძალაუფლება ქვეყნის იზოლაციისთვის სჭირდებოდა. სულ რამდენიმე წუთის წინ შემოუერთდნენ აქციის მონაწილეები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე საპროტესტო აქციას. თქვენ კაცით ხედავთ, რომ ახლაც არ წყდება ნაკადი, მოემართებიან ადამიანები, ის ხალხი, ვინც სწორედ იმყოფებოდა გორგასლის ოფისთან, ქართული ოცნების. მე მინდა რომ პირველ რიგში გაჩვენოთ წარწერა, რომელიც პარლამენტთან არის ახლა აქ, როგორც ჩანს აქციის მონაწილეებმა გააკეთეს საკუთარი წარწერა. პრეზიდენტო, მოდი ჩვენთან, აი ეს არის აქციის მონაწილეების სათქმელი, ეს წარწერა თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ნახეთ, ჩვენთან ერთად არის ახლა დათა თავაძე, რომელიც სოლობით მოდიოდა სწორედ აქციის მონაწილეებთან ერთად. დათა, გითხარით პირველ რიგში ამ განწყობის და ემოციის შესახებ, რისი ძალა, იმედი მოგცათ იმ ყველაფერმა, რაც ნახეთ დღეს საღამოს? ჩვენ დღეს ვართ თვითმხილველები ეროვნული წინააღმდეგობის დასაწყისის. აი ეს არის გაფორმებული, აი ამ ხმებში, რაც ახლა გვესმის, ამ ხალხის ზღვაში, რომელსაც ახლა ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ ახალი ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დასაწყისს. პრეზიდენტი იმყოფება აქციაზე, რაც დანამდვილებით ვიცით ამ წუთებში. ალბათ დაიკავებს შემაღლებულ ადგილს და შემდგომ უკვე მას ექნება მიმართვა. მე ვეცდები რომ მივუახლოვდე სალომე ზურაბიშვილს, აი ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში ტაშს და ოვაციებს, რაც აქვთ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე. აქ მოქალაქეებს ოვაციებით შეხვდნენ და ასევე ელოდნენ, რომ თქვენ აქ მოხვიდოდით. აქ მოსვლა პირდაპირ ეთერში ხართ, მთელი ქვეყანა გიყურებთ. რა არის თქვენი სათქმელი ახლა ამ ადამიანებისთვის, მათ შორის? მე დღეს უკვე ყველაფერი უთხარი საზოგადოებას, ყველას მოუწოდე, ვინ უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ აქა ამ ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შემძლებ ყოველთვის მუდამ. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, სანამ
ბავშვებთან მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი შიგნით, ეს არის მიზანი გარეთ, რომელზედაც ასევე მუშაობ, რომ ამაში გქონდეს სრული მხარდაჭერა და ჩვენ არ უნდა დავთანხმდეთ, არ უნდა დავნებდებთ. ეს არის წინააღმდეგობა. უნდა გადავინაცვლოთ ლიზა ლასარეშვილთან, რომელიც ჩვენს კოლეგასთან ანა მდივანთან ერთად იმყოფება და უფრო მეც მოგვიყვება თავადან რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები და როგორია მისი მდგომარეობა. ანა მდივანმა ახლა დატოვა სასწრაფო დახმარების მანქანა, მას რამდენიმე წუთის განმავლობაში სჭირდებოდა და ეწეოდა სამედიცინო დახმარება. ანა, მოგვიყევი უფრო მეტი მოგიყევით, მეგობრებო, რაც შემიძლია ყველაფერს მოგიყვებით. მოკლედ ვიყავით ქაშვეთთან. ვაშუქებდით რა თქმა უნდა ამ მოვლენებს რა დროსაც წყლის ჭაბლის მანქანა წამოვიდა ჩვენსკენ და იმთლიანად სახეში შემესხა 20 წუთია სასწრაფო დახმარების მანქანაში ვარ და აი ძლივს გამოვიხედა ეხლა თვალებიდან მე წყალთან ერთად კიდევ გარეულია რა თქმა უნდა მე გამიშუქებია სხვა ბევრ აქციაზე ყოფილ ვარ გამოუყენებია წიწაკის სპრეი მაგრამ ის რასაც ახლა იყენებენ წარმოუდგენელია მეგმური შეტევა ქონდა. რა თქმა უნდა, ანუ არ შემეძლოს სუნთქვა, აი გეუბნებით რომ 20 წუთია მანქანაში, სავარაუდოდ დამწობაც მაქვს, მეწვის ყველაფერი, სადაც მომხვდა ეს წყალი, ანუ თვალები მეწვის, სახელმთლიანად მეწვის. თვალებიდან ვერ ვიხედებოდი, აი რამდენი ფიზიოლოგიური ხსნარი შემასხეს თვალებში და 20 წუთი მართლა ვიჯექი და ვერ გამოვიხედე და ეხლა ყველაფერი მეწვისა მტკივა. ანუ ჩვენ გაგვიშუქებია სხვა აქციები, ბევრი დარბევა, თუმცა ალბათ დამეთანხმები, რომ ის ნივთიერებები, რასაც ახლა იყენებენ, არის განსხვავებული და ხო, ანუ ეს იგრძენი საკუთარ თავს. როგორ შეადარებ აი წინა დარბევის დროს გამოყენებულ ნივთიერებებს? წინა დარბევის დროსაც, რა თქმა უნდა, იყო თვალების წვა, გართულებული იყო სუნთქვა, მაგრამ როგორც ახლა ეს არ ყოფილა არც ერთ აქციაზე. მე ნამდვილად არ ვიცი რა არის შერეული ამ ხსნარში, ამ წყალში, არ ვიცი, მაგრამ არის წარმოუდგენელი, უბრალოდ ვერ სუნთქავს ადამიანი. ვერ სუნთქავს და თვალებიდან ვერ იხედება. მაგრამ რამდენად იყო საჭიროება იმ ტერიტორიაზე, სადაც იყავი, რომ გამოყენებული ყოფილიყო? არ იყო საჭიროება. მე ყველაზე შორს ვიდექი, ასე რომ ვთქვათ, ეპიცენტრიდან, იქ იყო უფრო მეტად დაძაბული ვითარება ვიდრე ქაშვეთთან, თუმცა იქ სადაც მშვიდობიანად იქნენ აქციის მონაწილეები, აქაც გამოიყენეს ეს რაღაც საშინელება, რომ ვეღარ სუნთქავ, ვეღარ იხედები, აი კატასტროფაა მართლა. არ ვიცი რა არის. ამაზე პასუხი უნდა გასცეს ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო. დეკემბერი აქ მოვლენება მნიშვნელოვნად იმატა დაძაბულობა, ძალადობა, წყლის ჭავლი, დაპატიმრებები, ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლა. ეს ყველაფერი მოხდა ერთ თვეში და სწორედ ამიტომ მას ბევრი დეკემბრის ჯოჯოხებს ეძახის. ამ ბლოგში დავეყრდნობით რადიო თავისუფლების მასალებს, ქრონოლოგიას, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს და იმ მძიმე დღეებს, რომელთაც მათ გადაუღეს. ნახოთ რადიო თავისუფლების კადრები დეკემბრის ჯოჯოხეთის თვე.
ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. Estamos
წინ მიდგას პატრული და 30 ტიპი დუბინკით ცევს და უყურებო. დეკემბერი იყო თვე, როცა მედია მუშაობდა არა უბრალოდ გადაღებაზე, არამედ საფრთხეში. ბევრი ჟურნალისტი დაზიანდა, ბევრს შეუტიეს, ბევრმა ვერ მოახერხა მუშაობა. ეს ბლოგი მათ გზავნილს ასახავს. მონიტორთან პროდიუსერს ხო გვაჩვენოს კადრები გუკასი როგორ დაესხნენ მას თავს მე რა კადრები გამოაქვეყნეს მოდი გურამ გვაჩვენოთ თუ შეიძლება ეს კადრები და რა მოხდა მოგვიყევი აი ეს არის როცა შენ პირდაპირ ეთერში მუშაობ ხო ეს თავდასხმა მოხდა როცა მე პირდაპირ ეთერში ვიყავი სხვათა შორის მამუკა მდინარაძემ თვითონ მამუკა მდინარაძემ მითხრა მე პარლამენტში როცა ინტერვიუებს წერდი რომ შენ ვაგინე პოლიციელს და ამიტომ მიიღე ეს მუშტიო და ერთი აბსურდია იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ლაივში მუშაობდი მე ხმა უწყვეტად ისმოდა და ვლაპარაკობდი ყველაფერს რაც იქ ხდებოდა და ასეც რომ ყოფილიყო სპეციალიზმელი რომელიც თავს დამესხა მე გარბის ქურდივით სადღაც იმალება და შესაბამისად რა ვიცი წესით უნდა იყოს სამართალი ამ ქვეყანაში რომ ეს ყველაფერი ვნახოთ რატომ ვერ იპოვეს სპეციალისტი მე ვთხოვე სხვათა შორის უწყებებს სხვადასხვა უწყებას გამომძიებელს ვთხოვე რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სუსისთვის თბილისის მერიისთვის საქართველოს პარლამენტისთვის მიემართათ და ამოიღოთ არა სატელევიზიო ჩანაწერები სათვალთვალო კამერების ჩანაწერები რომელიც მრავლად არის რუსთაველის აი ეს არის უკვე მაპატე გაწყოტინების კადრები რომელიც თავად მოგაწოდეს ხომ ხო ეს კადრები არ არის ალბათ კიდევ იქნება ყველა 4-ვე უწყებამ თქვა რომ ჩემზე თავდასხმის მომენტში ყველა კამერა გათიშული იყო ამის შემდეგ გამომძიებელი ვაიძულე ოღონდ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რომ ეს შენი მოპოვებული კადრებია ეს არის უბრალოდ გამომძიებელს ვაიძულებდი რომ რადგან სუსი თბილისის მერია საქართველოს პარლამენტი გვეუბნება რომ ჩემზე თავდასხმის დროს ყველა კადრი გაფუჭდა და არ მუშაობდა მოდი კერძო ობიექტებისგან ამოვიღოთ კაფეებისგან რესტორნებისგან რომელიც ასევე მრავლად არუსთავოს და მხოლოდ ერთ კადრში ჩემი ფეხსაცმელი ვიცანი უბრალოდ აი რაღაცა ფეხსაცმელი ჩემზე თავდასხმის კადრი საერთოდ არ ჩანს ამ კონტექსტში ხო 11 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვრწმუნდებოდი იმაში რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი დანაშაული ყოველდღიურად ვრწმუნდებოდი იმაში რომ სამართლებრივი სახელმწიფო აღარ არსებობს რომ ხელისუფლების მართულ პროცესში ჩართულ ადამიანებს არ დასჭირს არავინ რაც უნდა მძიმე დანაშაული ჩაიდინონ მათ და ვრწმუნდებოდი იმაში რომ ვიდრე ოცნება არის ხელისუფლებაში ამ დამნაშავეების გამოვლენა არ მოხდება მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მათ სახელგვარები ნაწილის დავასახელეთ ხო ერთი წლის განმავლობაში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც ვერ ჩაატარეს მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტია და ეს არის ცხადზე უცხადეს ადამიანებს რომლებსაც რაღაცა შეადანაშაულებ შეუძლებელია ხო კანონსაწინააღმდეგო მიიტანონ ამ საგამოძიებო უწყებაში რამე და აი ფოიეში ჩხრეკენ ხო ცინიზმი ეს არის დაცინვა ერთი წელია მე არ ვიცი ვინ გამიტეხა თავი რატომ მე და 7 ნაკერი და მქონდა ტვინის შერყევა ხო მიუხედავად იმისა რომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ არის სათვალთვალო კამერები რომელთაც აი რო გაიარო და მესიჯი რომ იმესიჯო ამას წაიკითხავს საგამოძიებო უწყება ანუ იმის თქმა
მინდა რომ მაღალი გარჩევადობის კამერებია იქ დამონტაჟებული და როცა უნდათ ნებისმიერი კადრის გაშიფრვა შეუძლიათ. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტს და არა მათ პროპაგანდისტს, ისინი რა თქმა უნდა ვერ ადგენენ და იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. არავინ არ გამოუკითხავთ ჩემს გარდა და ნუ ეს ფაქტი რჩება ფაქტად, მაგრამ მიზანი ის რომ დააშინონ ან ჩვენი გუნდის წევრები, ან დააშინონ ჟურნალისტები, ამ მიზანს რა თქმა უნდა ვერ მიაღწიეს, იმიტომ რომ ეს ნაკერები მე აღარც მეტყობა და ვმუშაობ და გავაგრძელებ მუშაობას ცხადია. 29 ნოემბერს რუსთაველზე როდა შავდი და შენზე სავარაუდოდ სპრეი გამოიყენეს. როდის იქცენი რომ საფრთხე უკვე პირადად შენზე იყო მართული? საფრთხე გაცილებით ადრე ვიგრძენ რომ პირადად ჩემზეც შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ რუსულმა ოცნებამ ამოიღო მიზანში დეკლარირებულად ჟურნალისტები გაცილებით ადრე ვიდრე დაიწყებოდა უკვე ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდგომი პერიოდი და დარბევები. ჟურნალისტები აწუხებენ მათ, ეს არის ცნობილი ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ ვაშუქებდით და იმის მიუხედავად რაც ნახიც არ უნდა ყოფილიყო, არ ვჩერდებოდით და როდესაც ვერ აჩერებ ვერც კანონით, რეპრესიული კანონით და ვერაფრით შემდეგ იწყებ ძალადობას, ამიტომ არ გამკვირვებია. თუ მოქალაქეებს ერთი წინა დადებაში უნდა აუხსნათ, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჟურნალისტის დაცვა, რას ეტყოდით? იმიტომ რომ მათ უნდა იცხოვრონ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. ჩვენ ამას გარანტი ვართ. სახელმწიფო მუდმივ პასუხს იძლევა, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა არ მოხდა, მიუხედავად დადასტურებული ფაქტებია. შენ როგორც ჟურნალისტი რას უპასუხებდით სახელმწიფოს ამ განცხადებებზე? არქივი არასდროს იწვის. და ბოლოს რა არის ის შეცდომა, რასაც სახელმწიფო აუცილებლად უნდა აღიარებდეს ამ ერთი წლის გამოცდილებიდან? ადამიანების ჩაგვრა, რეპრესიები, უსამართლო დაკავებები, ინსტიტუტების მიტაცება, ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის უფლების შელახვა და ყველა ადამიანის ფეხქვეშ გათევა, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღეს ეს ხდება ქვეყანაში. და ბოლოს სად ვართ? რა შეიცვალა? როგორ გაიხსენებს ქვეყანა ამ დეკემბერს და რა გაკვეთილები დარჩა? და სწორედ მართლაც სად ვართ ერთი წლის შემდეგ? ერთ წელიწადში ქვეყანა აღმოჩნდა იმ რეალობაში, სადაც პირველი პროტესტის კულტურა დაზიანებულია, მაგრამ არ გამქრალა. მეორე, მედია ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მესამე, სახელმწიფო ინსტიტუტები პოლიტიზებულად და მიზანმიმართულად მოქმედებენ. მეოთხე, საზოგადოება სანახევროდ პარალიზებულია შიში და სანახევროდ გაჯანყებული უწყვეტი წინააღმდეგობით. მეხუთე, კანონით გამოიყენება როგორც ძალის ინსტრუმენტი, არა როგორც დაცვის მექანიზმი. მეექვსე, ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა უფრო დიდ ფასად დაიწყეს, ზოგჯერ თავისუფლების, ზოგჯერ სამსახურის, ზოგჯერ ჯანმრთელობის ხარჯზე. და როგორ გაიხსენებს ეს დეკემბერი ქვეყანა? ეს თვეები ალბათ ასე დარჩება მეხსიერებაში. პირველი, როგორც პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ ძალა მაქსიმალურ დონემდე ასია, ხოლო მოქალაქეებმა ღირსება. მეორე, როგორც დრო, როცა ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო, ვისაც ჯერა თავისუფლების და ვისაც ჯერა შიშით. მესამე, როგორც დღეები, როცა დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველდღიურად იქცა არა მოვლენად. და ბოლოს, რა გაკვეთილები დაგვრჩა? დემოკრატია ავტომატურად არ მუშაობს, მას მუდმივი კონტროლი სჭირდება. მეორე, თავისუფლება არ არის გარანტია, თავისუფლება არის ბრძოლა. მესამე, თუ მედი არ არის დაცული, ფაქტიც არ არის დაცული და ფაქტის გარეშე ქვეყანას დასაყრდენი აღარ აქვს. მეოთხე, სისტემა თუ კონტროლის გარეშე დარჩენილი დარჩება, ყოველთვის მიდის ძალაუფლების კონცენტრაციისკენ. მეხუთე, საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე ჩანს და სწორედ ამიტომ ცდილობენ მის დაშინებას. ერთი წლის შეჯამება, ფაქტები, რაც დღეს ვიცით. 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური და სამოქალაქო სივრცე მთლიანად შეიცვალა. ქვეყანაში დაიწყო პროტესტების, უკმაყოფილების დაპირისპირების და სახელმწიფო რესურსის მკვეთრი გამკაცრების ეპიზოდი, რომელმაც დეკემბრის ჯოჯოხეთად მონათლა და წელიწადი დაღეჭირი დაძაბულობით მიყვარა. ჟურნალისტებზე ზეწოლა და ძალადობა. დადასტურებულად ყველაზე ზუსტი და გამჭვირვალე მონაცემია მედიის შესახებ, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ 191 ჟურნალისტი დაშავდა ან დაზიანდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
Media Labisა და Civilgis მიხედვით დაფიქსირდა 434 ინციდენტი, მუქარა, კამერების დაზიანება, ძალადობა, მუშაობის ხელის შეშლა. ეს არის მინიმალური დადასტურებული რაოდენობა. რეალური მასშტაბი სავარაუდოდ უფრო მაღალია. დაკავებები ადმინისტრაციული დევნის პროტესტის ჩახშობა. დაკავებულია 486 მოქალაქე, რაც დადასტურებულად ვიცით. ადმინისტრაციული დევნის და პროტესტთან დაკავშირებული სამართლებრივი შეწოლის ხვედრილი გახდა 1000 პლუს ადამიანი. საჯარო უწყებიდან პროტესტში მონაწილეობისთვის ან პოლიტიკური შეხედულებისთვის გათავისუფლდა 700-დან 1000-მდე თანამშრომელი. ჯარიმების ზუსტი მთლიანი რაოდენობა არ არსებობს, მაგრამ საჯარო ანგარიშებში მთლიან ჯარიმათა სულ რიცხვი არ გვეყრდება. საერთაშორისო საგანტოები წერენ, რომ სხვადასხვა ფორმით დაწესებული ჯარიმები ათასობით შემთხვევაზეა გაწერილი. ესეც მინიმალური შეფასება. ზუსტი საერთო რიცხვი ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია. სინდისის პოლიტიკური პატიმრები. ოფიციალური ერთიანი ილუსტრირებული სია არ არის. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების მიხედვით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე მჯავრდებულთა დაკავებულთა რაოდენობა რამდენიმე ათეულს შეადგენს, მაგრამ ზუსტი ოფიციალური სტატუსი სახელმწიფოს მხრიდან არც ერთზე არ არის დადასტურებული, ამიტომ მათი რაოდენობა აღირიცხება როგორც რამდენიმე ათეული არასრულად დადასტურებული, მაგრამ დოკუმენტურად აღწერილი შემთხვევა. კანონები, რომლებიც ბოლო წელს შემოიღო ხელისუფლება. შეკრებისა და მანიფესტაციების შეზღუდვის კანონი. მნიშვნელოვნად ამკაცრებს პროტესტის ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის სასჯელს. მეორე, უცხოური გავლენის კანონ პაკეტის გაფართოებული ვარიანტების სამოქალაქო სექტორზე კონტროლის გაძლიერება. მესამე, მედიის რეგულაციების გამკაცრება, დამატებითი ბიუროკრატიული ბერკეტები. მეოთხე, ინტერნეტისა და კომუნიკაციების კონტროლის ჩარჩოს ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი ქმნის სისტემას, სადაც ხელისუფლების ძალაუფლება ფორმალურადაც და პრაქტიკულადაც უფრო კონცენტრირებული ხდება. მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად გავიარეთ ეს მძიმე, მაგრამ საჭირო ჩანაწერი. გადავხედეთ წარსულს, მოვუსმინეთ ადამიანებს და ვცადეთ გამოგვეყვანა სიმართლე იმ ბევრი ფრაგმენტიდან, რომელსაც ყალბჩაწვილი ინფორმაცია ხშირად ფარავს. თუ შევეცადეთ, არ შეგვექმნა შეფასებები და არ დაგვიმძაფრებინა ემოციები, უბრალოდ მოგვეყოლა ფაქტები, ხმები და ისტორიები. ამ ისტორიების ღერძი კი სულ ერთი იყო. ადამიანი და მისი უფლება რეალურად იცხოვროს ღირსებასაც და მომავლის იმედსაც. ჩვენ ვიმეორებთ და დავამტკიცებთ. სინდისის პატიმრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან. მათი გათავისუფლება არ არის ახალი პოლიტიკური მოთხოვნა. ეს არის უბრალოდ ადამიანური, სამართლებრივი და მორალური საკითხი. ახლა კი გეტყვით, როგორ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. მოკლე ინსტრუქციას გაგაცნობთ. პირველი, შედით YouTube-ზე და ჩაწერეთ სოციუმი. მეორე, დააჭერეთ subscribe, გამოწერის ღილაკს. მესამე, დააჭირეთ ზარის ღილაკს, ხატულას და აირჩიეთ all, ყველა. ასე ყველა ახალი ეპიზოდი და ანონსი პირდაპირ მოგეწოდებათ. მეოთხე, შეგიძლიათ ასევე ჩართოთ კომენტარები, დატოვეთ შეკითხვები ან თემები, რომელიც მოგესინჯებათ მომდევნო გამოშვებაში. მეხუთე, გამოყვებით სოციალურ ქსელებში, Facebook-ი, Instagram-ი და უკვე TikTok-საც. აქ ვდებთ მოკლე ანონსებს, ბმულებს და დამატებით მასალებს. და პატარა თხოვნაც მაქვს, დიდ მადლობას გადაგიხდით, რომ დიდ მადლობას გეტყვით წინასწარ, რომ ამ თხოვნას შეგვისრულებთ. როგორ დაგვეხმაროთ კიდევ, დააჭყაპუნეთ subscribe და ჩამთვალზე. ეს ჩვენ საშუალებას მოგცემს გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ხმები. გაუზიარეთ ეს ეპიზოდი. ესეც არის ხარდაჭერა და ესეც კი საკმარისია მცირედი, მაგრამ გამოწერაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. და ბოლოს გახსოვდეთ ხმა, რომელსაც არავინ უსმენს, მალე იკარგება. თქვენი გამოწერა, გაზიარება და ჩართულობა მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია იმისთვის, რომ ის ხმები, რომლებმაც სიმართლის თქმა გადაწყვეტეს, არ დარჩნენ უგუნებლად.
გმადლობთ რომ მოხვედით. ვიცით ამ საუბრებმა შეიძლება არ მოგვაროს ყველაფერი, მაგრამ დაწყებულია გზა. გელით შემდეგ ეპიზოდში იმავე სიფხიზლით და პატიოსნებით მშვიდობით და გმადლობთ რომ გვიყურეთ. 22 დეკემბრამდე გავშდობებით სულ რაღაც ერთი კვირით, ყოველ ორშაბათს 22 საათზე სოციუმის YouTube არხზე. საზოგადოების ხმა პირდაპირ ეთერში.